მთავრობის ადმინისტრაციული შენობის უკანა შესასვლელი. ასეთი სიტუაცია აქვს. ჩვენ არ ვიცით ერთმანეთებიანი სინა. თქვენ ხედავთ პოლიციის მანქანებს. სადაც ჩანს პოლიციის ნაწილი. ამდენადაც მე დავინახე. უმრავლესობა აქ არის, როგორც კადრში ხედავთ. თუმცა საიდკენ აპირებენ ისინი წასვლას და საერთოდ როგორია მათი გეგმა ჩვენ არ ვიცით. და დრამატული თეატრის მხარეს მთავრობის სახლის უკანაეზოდან დაიშალა სპეციალური მობილიზებული ჯგუფი და ახლა დრამატული თეატრის უკანაეზოში მიჩვენოთ სადაც იასტიკია საით მიემართებიან და საპირებენ ჯოჯორი ზავარზე თუმცა ტემპს უჩქარებენ როგორც ხედავთ სავარაუდოდ ისინი ყავებენ ამ ტერიტორიას და ჩასხდებიან ცოტა მოშორებით სავარაუდოდ მოტოცებულ ხედავთ პოლიციის მანქანებსაც რომელიც იქეთებიან სიბილით მიდიან, თუმცა სად მიდიან სპეციალისტები არ ვიცით. სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ჩასხდებიან. სავარაუდოდ ისინი ცდილობენ, რომ დაემალონ მედიის თანამშრომლებს, ჩვენ ჟურნალისტებს. და დიდი ალბათობით სწორედ ჩვენი გამოჩენის შემდეგ მიგეს გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინათ მათ მთავრობის სახლის უკანაეზო. მე ახლა ვხედავ, რომ აქ არის ავტობუსი, რომელთაც მოვიდნენ ისინი, როგორც ჩანს, და რომელთაც აპირებენ, რომ წავიდნენ. მე ვეცდები, რომ გაჩვენოთ. ჩვენს მაყურებელს გეტყვით, რომ ახლა არის 30 იანვრის ღამის 3 საათი და კითხვებზე პასუხები არ ჰქონდათ, მაგრამ არ უპასუხებთ შემთხვევაში ჩვენი შეკითხვებისთვის, თუ რას აკეთებენ ამ დროს. აკეთებდნენ ამ დროს ისინი მთავრობის სახლის უკანაეზოში, რა დავალება აქვთ მათ, რის გამო მოხდა მათი მობილიზება. ასეთი სიტუაცია აქვს. ისინი ნიღბებით არიან და საგულდაგულოდ იფარავენ სახეს კიდევ დამატებით. ხედავთ, რომ ერთ-ერთი მათგანი მობილურზე საუბრობს. სავარაუდოდ ცდილობენ, რომ დატოვონ ტერიტორია. თქვენ პირდაპირ ეთერში გესმოდათ, რომ ელგუჯა ბაგრატიონის მიმართ შეკითხვებით სპეციალისტებს რატომ იყვნენ ისინი ამ დროს მთავრობის სახლის უკანაეზოში, თუმცა ვერც ელგუჯა ბაგრატიონმა მიიღო პასუხები, როგორც ჩვენ ჟურნალისტებმა და უბრძანის შეფის ყოველს ახლა პასუხები რატომ მობილიზდნენ ისინი არ გვაქვს. დიდი ალბათობით
მათ მიიღეს ბრძანება, რომ დატოვონ ტერიტორია მიწის გამოჩენის